შეუსრულებელი დაპირებები ლაგუნავერე ამის შესახებ აკეთებს განცხადებას კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ალეკო კორუმპირებულმა ოცნებამ როგორც წარადგინა მესამე ვადით თბილისის მერობის კანდიდატად თბილისის ისტორიაში ამ ქალაქის არსებობის ისტორიაში ყველაზე მექრთამე ადამიანი კანდიდატად კახი კალაძე რომელიც არის ხელმოცარული წარუმატებელი და მექრთამე მერი ჩვენი ქალაქის ერთადერთ რამეშია წარმატებული ხალხის და ქალაქის ინტერესების ფეხებზე დაკიდებაში და ფულის თქულეფაში და ფულის მოპარვაში აი ამაშია წარმატებული კალაძე ჩვენ ახლა მისი წარდგენის მეორე დღეს გვინდა გაჩვენოთ ერთი ძალიან კონკრეტული ადგილი რომელიც არის სიმბოლო კალაძის გადამგდებობის, მატყუარობის და ქალაქის აბუჩადაგდების. ჩვენ ვართ აგერ ლაგუნავერეზე, ყველას გახსოვთ, ყველა თბილისელს გახსოვთ, ყოველ შემთხვევაში უფრო ასაკოვან თაობას რა არაჩვეულებრივი სპორტული და საწყლოსნო კომპლექსი იყო ლაგუნავერე. განსაკუთრებით რა მადლი იყო ზაფხულობით ეს ღია აუზი, ეს არაჩვეულებრივი აუზი, რომელიც ახლა ასე გამოიყურება, როგორც გამოიყურება. და ეს მადლიანი ადგილი წლების წინ იყიდა ბიძინა ივანიშვილმა და გააოხრა. გააუბედურა და გააპარტახა. და ამის შემდეგ რა ხდება? მე მინდა შეგახსენოთ, არათუ შეუსრულებელი დაპირება, არამედ გადამგდებობა კალაძის ძალიან დიდი ტყუილი და ძალიან დიდი მავნებლობა, რაც ასევე აქ იგეგმება. 2021 წელს ყველამ კარგად გაიხსენეთ. კალაძე გამოვიდა, გვაჩვენა კლიპი, სადაც ამაუში წყალი ესხა და გითხრა, რომ მე კიდევ ერთხელ მერი რო გავხდები, აუცილებლად ეს ლაგუნავერი აღდგება ძველი დიდებით. ამის შემდეგ ასევე შეგახსენებთ 2023 წელს დიდი ყიჟინა ატეხა ქართულმა ოცნებამ და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედება ქალაქს აჩუქა ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა ქართულ ლაგუნავერე და ლაგუნავერე დაღდგება ისევ იმ პირვანდელი სახით, აი და იდგნენ და მადლობებს უხდიდნენ ისეთი ამბავი ქონდათ ატეხილი კვირეების განმავლობაში ივანიშვილი აი ნამდვილი ერისკაცი. 2 წელი გავიდა. 2025 წელია. მობძანდით ჩემო ბატონო და გაჩვენებთ ან თქვენი თვალით ნახეთ რა ხდება ლაგუნავერეს. სად არის რეაბილიტირებული ლაგუნავერი? სად არის საწყლოსნო კომპლექსი? სად არის აუზ გველების და ვირთხების ბუდედარი აქაურობა გადაქცეული? მაგრამ ეს ტყუილი მარტო არ გვაქვს მარაკალაძემ, უფრო უარესი იგეგმება აქ. ლაგუნავერეს ადგილზე. კალაძემ და თბილისის მერიამ გასცა 2 ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა. უნდა აშენდეს 40 სართულიანი და 52 სართულიანი ცათამბჯენები. აი აქ ლაგუნავერეზე საწყლოსნო კომპლექსი არა კვატი 2 ცათამბჯენს აშენებენ. 80 მილიონი დოლარი იშოვა ამაში ბიძინა ივანიშვილმა. ამ ვაჭრუკანა ჩარჩმა და კალაძე აი ამას აპირებს. არათუ გვატყუებს, არამედ გძარცვავს და წარმოიდგინეთ 1000 ბინა იქნება ორივე ცათამბჯენში და კომერციული ფართი. გმირთა მოედანზე წარმოიდგინეთ 1000ობით ახალი მანქანა რო დაემატება, რა მოხდება აქ? ხო იცით როგორი საცოფებია? ხო იცით რა გამონაბოლქვია? ხო იცით რა ჯოჯოხეთია? ყველა ვინც აჭესთან არის ერიდება აგამოსულდა. 2 ცათამბჯენის მშენებლობის მერე 1000ობით ახალი მანქანა რო დაემატება, რა მოხდება? წარმოგიდგენიათ? მაგრამ ჩვენ ვართ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. ჩვენ ვართ იმისთვის, რომ ამ მექთამეების, ამ გადამგდებების, ამ მატყუარების ხელისუფლება ამ ქალაქშიც და ქვეყანაშიც დავასრულოთ. და ეს უნდა მოვახდინოთ 4 ოქტომბერს. აი ამის თქმა გვინდოდა, დიდი მადლობა.